ეხლა შევხვდა პეიჯზე მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ეკა ნიჟერაძე გაათავისუფლეს 31 წლიანი საქმიანობის შემდეგ. რატო გაათავისუფლეს? იმიტომ რომ საპროტესტო აქციებზე იდგა და არ ეთანხმება ამ ძირგამომპალ რუსულ აქოთებულ კოცბანდას, ხო? როგორია ეს კოცება? რა გამართლება აქვს ამას? რო გეუბნებით ხოლმე რა მოგმართავთ ასე რომ არაქალები და არაკაცები ხართ მეთქი დედაბუდიანად ყველა კოცები. აი ამას გულისხმობ. როცა მე ვლაპარაკობ ეს რუსული ბოსელი არის. აი ამას გულისხმობ. ასე იყო საბჭოთა კავშირის დროს. როცა ზვიად გამსახურდიას რიცხავდნენ მწერალთა კავშირიდან. როცა ხვრეტდნენ ადამიანებს იმის გამო რომ საბჭოთა წყობის მიმართ ლოიალობას არ აცხადებდნენ. როცა მაგალითად სტალინმა დაახვრეტინა ბერიას მოქმედი პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის ქალიშვილი ნინო, რომელიც მუშაობდა დღევანდელი ბაქტერიოფაგი რომ არის ელიავას მიერ დაარსებული. აი იმაში ელიავასთან ერთად დახვრიტეს. რამდენმა ადამიანმა იცის საქართველოში რომ სტალინმა დაახვრეტინა მოქმედი პატრიარქის ქალიშვილი და დააბრალა მას გერმანიის აგენტობა, თითქოს მას უნდა დედაქალაქის მოსახლეობის წყლით მოწამლა. არ გაგონებთ ეს არაფერს? კი ბატონო, ახვრიტა ენჯერ იმის გამო რომ პარტიულ ხაზს არ ეთანხმებიან, კოცპარტიულ ხაზს, კომუნისტურ პარტიულ ხაზს. სად ხართ ადამიანებო, რომელ ქაქში ბანაობთ, ვერ ხვდებით? ერთი ჯოჯო ბორიას მიერ აშენებულ ბოსელში ხართ კუთხეში სადღაც სოროში შეყუჟულები და არაფერზე არ იღებთ ხმას. თავზე გაჯვამენ პენსიას 20 ლარით გიმატებენ მაშინ, როდესაც თვითონ 7000-ით იმატებენ ხელფასებს. დენს გიძვირებენ 33% საქართველოს ისტორიას რომ არ ახსოვს ამ ხელაზრდა. 280,000 ბავშვი არის სიღატაკის ზღვარს მიღმა შიმშილობს და დეგენერაციულ განვითარებაში. ანუ ხორცს ვერ ჭამს, კარაქს ვერ ჭამს, რძეს ვერ სვამს. ანუ დეგენერატად იზრდება. თითქმის ნახევარი ბავშვებისა საქართველოში რომ ყავს, ხო? სადაც 750 800,000-ია. აქედან 280,000 სიღატაკის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. აი ამ ყველაფერს იტან. და იტან ადამიანებს რომ აგდებენ სამსახურიდან 31 წლიანი მოღვაწეობის შედეგად, მხოლოდ იმის გამო რომ ისინი არ ეთანხმებიან ხელისუფლებას. და სამაგიეროდ ხელისუფლებაში ყავს კულტურის მინისტრად ნაც სექტის და რეჟიმის მაშინდელი მლოკველი ცენტრპოინტელი ყაჩაღი თიკა რუხაძე, რომელსაც 45,000-ის მარტო 2 ჩანთა აქვს. განათლების მინისტრად ყავს ნაცჯალათი ადეიშვილის მოადგილე მიქანაძე. და ამ ყველაფრის მიუხედავად, ვითომ ნაცებს ებრძვი. ავლაპარაკობ დინარაძეებზე, ავიცი, სხვადასხვა ჯურის ნაცმლოყველებზე და თავად ბორია ივანაშვილზე, რომელიც ნაცებს აფინანსებდა 2004-2006 წლებში მთელ ხელისუფლებას. იმის მაგალითად რომ გაეგდოთ აქედან გაეპაღურებინათ. აი ეს არის. ამაზე ვლაპარაკობ. ამოტრიალდა კაცობაც, ქალობაც თქვენს გაგებაში არც არასოდეს მქონიათ ეხლა ფაქტია, ხო? და ამას ყველაფერს იტანთ თქვენ. ამიტომაც ხართ არარაობები. უღირსები ხართ, ღირსება არ გაქვთ. კოცებო, არც ქალს, არც კაცს. იმიტომ თქვენ შორის არ არსებობს არც ერთი ღირსეული ადამიანი, არც ქალი და არც კაცი. იმიტომ რომ იტანთ ამას. თავზე რო გაჯვამენ, იმას იტანთ, უპრობლემოდ.
ამის თქმა მინდა მეტი არაფერი. იცოდეთ ეს და იცით რა თქმა უნდა, გულის სიღრმეში გძნობთ, რომ ფეხის ტილოდ ხმარობთ ბორია და მის საქოცეთი. გავრცელეთ ეს ვიდეო. იქნებ რომელიღაცა კოცის სინდისის ძაღვი გაცოცხლდეს რამენაირად და ტვინში ობოლი ხვეული ატოკდეს.